როცა ჩამოხვალთ საქართველოში, აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება არის ეს. ეს სიტყვები საქართველოს საიმიჯო კლიპით არაერთ ქვეყანაში წარადგენს. ტურისტების მიზნით საქართველო აქტიურ სეზონურ კამპანიას შეუდგა. საიმიჯო კლიპმა არაერთი ქვეყანა უკვე მოიარა და შეიძლება ითქვას, რომ თბილისში სტუმრების პირველი ნაკადიც გამოჩნდა. სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ტურიზმის სააგენტო ვარაუდობს, რომ ჩამომსვლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდება. სხვა ყველაფერთან ერთად, მრავალსტუმრიანობამ შესაძლოა ეროვნულ ვალუტასაც დადებითი კვალი დაატყოს. დავით საგარელი გავიდა თბილისის ქუჩებში და უშუალოდ ტურისტებისგან გაიგო, რამდენად ემთხვევა საიმიჯო კლიპში აღწერილი სურათი რეალობას. კენ ვულფი საქართველოში ლოს-ანჯელესიდან ჩამოვიდა. თბილისის ქუჩებს ის ქალიშვილთან ერთად ათვალიერებს. ამბობს, რომ აქამდე მისთვის უცხო ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო აღმოჩენა გააკეთა. თბილისი ძალიან მომეწონა, გაოცებული ვარ ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით. ის, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ, ქართული სამზარეულოა. არ ვთხოვანებული ვარ თქვენი კერძებით, მომწონს ის, რომ თბილისი ინფრასტრუქტურულად ვითარდება, თუმცა მინდა რომ ის ძალიან არ შეიცვალოს, რადგანაც ამჟამად ის ძალზედ შთამბეჭდავია. შთამბეჭდავი ადგილების და საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სარეკლამო კამპანია წამოიწყო. CNN-ის და Euronews-ის ეთერში უკვე ტრიალებს ქვეყნის საიმიჯო რგოლები. ამასთან საქართველოს ბილბორდები განთავსდა უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, თურქეთში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში. გარე ბილბორდები არის ცენტრალური ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე და უბნებში, იცვლება თვეში ერთხელ დაახლოებით, ონლაინით საკმაოდ კარგი და წამოყვან საიტებზე არის. პრესტურის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე რეპორტაჟი 20 ქვეყნის 150-მდე ჟურნალისტმა მოამზადა. იგეგმება ასევე მედიატურები წამყვანი საერთაშორისო ტუროპერატორებისთვისაც. სულ საზღვარგარეთ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მიუხედავად იმ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებისა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს, ჩვენ უზრუნველყოთ მაინც ტურისტების ისეთი ნაკადის შემოსვლა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ გაწეული ხარჯები და ძალისხმევა მოლოდინს გაამართლებს. მთავარი მიზანი შარშანდელი მაჩვენებლის გაუმჯობესებაა. 2014 წელს საქართველოში 5,500,000-მდე ვიზიტორი იმყოფებოდა.